რუსეთიდან რა გვაქვს წარმოსაღები ჩვენ? რა სიკეთეები უნდა წამოვიღოთ რუსეთიდან? რა სიკეთეები? ერთადერთი თუ წამოვიღებთ და დოსტოევსკის წავიკითხავთ და იქ ტოლსტოის რა სიკეთეები უნდა წამოვიღოთ? რუსებისგან რა სიკეთეები უნდა წამოვიღოთ? ბოდიშიც ერთი სიტყვაც არ უთქვიათ იმაზე, როგორ მოგვიკლეს დიმიტრი ყიფიანი. ერი ანათემას გადაგვცეს. საჯაროდ თან. კაცმა პასუხი გასცა წერილობით, ის კაცი გადაასახლეს და მკვდარი დაგვიბრუნეს. რა უნდა გადმოვიღოთ რუსეთიდან? მათი ეგზარხოსები საფლავებს თხრიდნენ. წმინდა ნინოს საფლავს თხრიდა, რომ იქიდან რაღაცეები ეპოვა და ამოეღო და ის კაცი, ვის თხრიდა, ის ეგზარხოსი იქვე მოკვდა, დამბლა დაეცა. წმინდა ნინოს საფლავზე. და მაქედან ვერ შეიგნეს ვერაფერი მაგათმა. იქიდან რა გვაქვს ჩვენ გადმოსაღები? არაფერი. უბრალოდ ჩვენ თავში უნდა გვედოს, რომ აქ ვიღაცა გველეშაპის რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ეგ არის ჩვენი ამბავი. აი რას ნიშნავს გათვალისწინება? აი მაგალითად როგორ შეიძლება გაითვალისწინო ისე რომ შენ ხო ამბობ ხოლმე ხშირად რომ ევროპაში ღირსეულად უნდა შევიდე. აი აქ რომ გავითვალისწინოთ, მაგრამ ღირსეულება დავრჩეთ. აი ეგ როგორ არის, ეგ ზღვარი სად გადის? უნდა გავითვალისწინოთ იმითი რომ მე მგონი მაგასაც ქრისტიანობას ცემს ჩემი აზრით პასუხს რა. არავინ ჩემი აზრით ჩვენ ისეთ მდგომარეობაში, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ისეთ ვითარებაში ვარ და ისეთ ადგილმდებარეობაზე ვარ, რომ ჩემთვის ეხლა აი კიდე ერთხელ დავიწყებ ის, რომ აი ან რუსეთში უნდა წავიდეთ, ან ჩრდილოეთში, ჩვენ გზახსნილი უნდა გქონდეს ყველგან. ვისაც სად უნდა იქ იმუშაოს, იქ გაკეთოს ბიზნესი, იქ წავიდეს და იქ იმასქნას რა. არა აქ ამას 4-ვე მხრივ უნდა გქონდეს გახსნილი გზა რა. რატო ეხა კუალა-ლუმპურში რო წავიდე და იქ ბიზნესი ვაკეთო, რატო არ უნდა წავიდე? ან ჩინეთში ვიღაცას რო უნდადეს და ბიზნესი აკეთოს, არ უნდა წავიდეს? ან გინდა დასავლეთში, ან ვისაც უნდა რუსეთში წავიდეს და იქ აკეთოს ბიზნესი, კაცო. აი ეს რა არის რომ რუსეთში მიგვათრევენ, აი ეგ ფრაზა ვერ გავიგე. რუსეთში წაგვათრიეს მაშინ, როდესაც ძალით წაგვათრიეს, რომ შემოვიდნენ 21 წელს და როდესაც გაგვიუქმეს მეფის ტახტი და როდესაც ავტოკეფალია გაგვიუქმეს. მაშინ კი ბატონო, მაგრამ ეხა თვითონ რუსები არიან ტისკში, მთელი მსოფლიოს მხრიდან არიან მოყოლილი ტისკში. ვისი გამო ისინი არიან, მაგრამ წამთრევები არიან ვინმესი, ხო? და თვითონვე იმას ქადაგებენ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამას იძახიან, რომ ჩვენ სუვერენიტეტსაც დავიცავთ და სხვა პატარა ქვეყნის სუვერენიტეტებსაც ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამას იძახიან. და ეს ხო შეიძლება გამოვიყენოთ. რო რუსებს ვთხოვოთ, რომ ჩვენ არავინ არ ვთხოვოთ. აბა როგორ? ვაფშე ჩვენ გვჭირდება ეხა დრო. ჩვენ დრო გვჭირდება, ჩემი აზრით, რომ დაალაგდეს რამენაირად გეოპოლიტიკური მოცემულობა. დაალაგდეს ვინ, როგორ, რა